აი მე ადრე მკითხავდი ხოლმე ყავაზე. ის კარგად ამართლებდა, იმდენი კლიენტები მყავდა, გოგო, დადიოდა ხოლმე ხალხი, ფულსაც ვაკეთებდი ცოტა. რუსეთში რო ცხოვრობდი ხოლმე, იქ იყო ჩემ კორპუსში მე-12 სართულზე ერთი ქალი, ისე კარგად ხედავდი ხოლმე ჭიკაში ყველაფერს წინასწარ ამბობდა. მაგრამ ეხლა რუსეთი ხო იბომბება და დრონი რომ მოხდა ჩვენ კორპუსს, მაშინ დაიღუპა. დედა რას ამბობ? ვერ დაინახა ალბათ ყავაში ის უკრაინული დრონი. რეებზე ვიცი. აუ ინგა ისიც მოყევი როგორ დაიწყე მკითხავის კარიერა. იცი და გააჩალიჩა. აი, პაკას მოუყვები დაიცალე. მოკლედ რაღაცა ის იყო 3 მარტი თუ 8 მარტი კორპუსის გოგოებმა ვიქეიფეთ, ხო და იქ რო დაილია ყავა და ის საზღვათაშორისო გავაჟღერეს უფრაზე რომ მეთქი ყავაზე მკითხაობ თქო. ეგრევე ამიხორავდა წინ ერთი კაი 15 ჭიქა იყო. და ყველას უთხარი ამ ჩვენი კორპუსის გოგოებს რომ მეთქი ჩაბნელებულ კორპუსს ხედავ თქო. და რომ მორჩაბერეს кейპი ავედი იქ სხვენში და ეს გამომხტვეთე ჩავაქრეშუკი მთლიანად კორპუსში. აუ ეგ დღე როგორ მახსოვს სანთლიშუბზე ვიმეცადინე მაგ საღამოს. მას წვევდნენ რომ მკითხა მეორე დღეს ნახევარ დავალებარად უგეწერიაო დედა ჩემის კარიერამ შემიწირა მეთქი უთხარი. სუკაგიშდა. ეგ დღე იყო და ეგ დღე 2-3 წელი მე კლიენტი არ მომკლებია. გოგო მუხიანიდან და ტემკიდან მოდიოდა ხალხი ჩემთან სამკითხაოდ. 2019 წელს სხვათა შორის ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული სვეტა საბერძნეთ ახალი გათხოვილი იყო ხო გახსოვს ხო და იმას დაუნახე ჭიქაში პირბადე. კი დაიწყო 2 სამთვეში მერე პანდემია. იქ პირბადე ძალიან კარგად მახსოვს და მე თუ მკითხო პირბადე კიდე ტრუნსიკი იყო. იმიტომ რომ ეგ გოგოლია და ერთოში ფეხმძიმედ დარჩა. აი მე გოგო გავგიშვდი, კი ხვაწები მიმკითხავი მეც აგერ არის ჩემი ჭიქა. აი მე რა ვიცი გოგო, იმდენი ხანი არ მიმკითხავია რომ ვინ ყავს შენ დასოსე? დედა შენი დალი. გოგო რაღაცა სიბნელი ადგას თავზე და ხოა კარგად. რა ვიცი კარგად არის კი, ცოტა წნევები კი აწუხებს, მაგრამ ისე კარგად არის. და იცი ჩემი შვილი. ხო გვანცადია და